შეხედე შენს ფოტოს, როცა 1 წლის იყავი. ალბათ ფიქრობ, რომ შენს უფრო ახალგაზრდულ ვერსიას უყურებ და უბრალოდ ის წლები დაგავიწყდა. მაგრამ ბიოლოგიურად ეს ასე არ არის. შენს twins უბრალოდ არ დაუკარგავს ის მოგონებები, მან აქტიურად გაასუფთავა მყარი დისკი. ის ბავშვი ფოტოზე ეს შენ არ ხარ. ეს სრულიად განსხვავებული არსება, რომის გონებაც ფიზიკურად დაიშალა და გადაიწერა, რათა შენი ამჟამინდელი ცნობიერება არსებობდეს. აი რატო ვერ იხსენებ, რომ ბავშვი იყავი? ცავი პირველი, უცნობი ალბომში. ალბათ გსმენია მითის შესახებ, რომ ადამიანის სხეული ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ფიზიკურად იცვლება. მაგრამ, როგორც ინტერნეტში გავრცელებული და ხშირად გამეორებული პოპულარული მეცნიერების ბევრი მითი, ეს მხოლოდ ნახევრად შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი უჯრედები, როგორიცაა შენი კამისა და ნაწლავების უჯრედები, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან მზის სხივებსა და ძლიერ მჟავას, ყოველ რამდენიმე კვირაში ახდება. ბევრი შენი ბავშვობის უჯრედი შენთან დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. მაგალითად, შენი გულის უჯრედების მხოლოდ დაახლოებით 40% განახოდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. დანარჩენი კი აქ დარჩება დიდი ხნით. მაგრამ შენი მოგონებები, ისინი არც ისე განძლეა. შენ ვერ იხსენებ, რომ ბავშვი იყავი იმ ფოტოზე, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ფოტოს ნახვა გაგრძნობინებს თითქოს გახსოვს ის. პროცესს, რომელსაც მეცნიერები ბავშვობის ან ჩვილობის ამნეზიას უწოდებენ, რთული, მაგრამ არასაიდუმლო პროცესების სერია. გონებრივ მდგომარეობას სუფთად ტოვებს. მათი ადგილას დიდი ბუნდოვანი სიცარიელეა, რომელიც ადვილად ექვემდებარება თანამედროვე ინფორმაციის ზემოქმედებას. ფაქტია, რომ ის ბავშვი, რომელიც ალბომში ხარ, სრულიად უცხოა დღევანდელი შენთვის. ისეთი უცხოა, რომ ვიღაცა შეიძლება სხვა ბავშვის ფოტო გაჩვენოს და შენ დაიწყებ დაიჯერო, რომ ეს შენ ხარ. ნელ-ნელა ძველი მოგონებები ქაღალდის გამანადგურებელში იღრება და მათ ადგილს ახალი იკავებს. როდის წყვეტს ის ძველი შენ, ძველ შენად ყოფნას? ეს ისეთი შემაშფოთებელი კითხვაა, რომ ფილოსოფოსებს ამისთვის ორი განსხვავებული მოდელი აქვთ. თეზევსის ხომალდი და სორიტეს პარადოქსი. პირველ შემთხვევაში, თუ 10 წლეულების განმავლობაში ნელ-ნელა შეცვლი ხომალდის თითოეულ ნაწილს რემონტისას, სანამ არც ერთი ორიგინალი ნაწილი აღარ დარჩება, რჩება კითხვა. ეს ისევ იგივე ხომალდია? მეორე შემთხვევაში, უნდა განხილო ქვიშის გროვა. რამდენი მარცვალი უნდა მოაცილო, რომ ის გროვად აღარ ჩაითვალოს? ან ჩვენ შემთხვევაში, რამდენი მოგონება უნდა გაქრეს იმ ბავშვის twinში, სანამ თვითონ ბავშვიც გაქრება? ნამდვილი ხარ? ყოველთვის შენ იყავი? ან სამეცნიეროდ რომ თქვათ, იქნება მეორე ბინადარი იყავი, რომელიც ბავშვის twinis განვითარებაში გულისებში ელოდა, რომ შესახლებულიყო. მეორე თავი, აპარატურის ილუზია. პირველი რაც უნდა გაიგო ისაა, რომ ეს არ ხდება იმიტომ, რომ ბავშვებს სუსტი აპარატურა აქვთ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ბავშვის twini სინამდვილეში მაღალი წარმადობის ფერარია, შედარებით იმ გაფუჭებულ Honda Civic-თან, რომლითაც ჩვენგან უმეტესობა შუა ასაკში ვსარგებლობთ. მოზრდილ ასაკში შენი twini შენი სხეულის საერთო მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. სანამ დაიბადებოდი, ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მეტი იყო, დაბადებამდე კი 25%-ს აღწევდა. და დაბადების შემდეგაც კი twini კლავში თამბეჭდავ 10%-ს შეადგენს ბავშვის სხეულის მასისგან. და შენი ცხოვრების პირველ 3 თვეში twini ყოველდღიურად 1%-ით გაიზრდება. twinis განვითარების შეუდარებლად სწრაფი პერიოდის განმავლობაში. ჩვილის twini ძლიერი მონაცემების შთანთქმელია, რომელსაც მოზრდილის twinზე საოცრად 50%-ით მეტი სინაპტური კავშირი აქვს. თუ შენ გექნებოდა ისეთი twini, როგორიც ჩვილობაში გქონდა, ზრდასრულ ასაკშიც, წარმოიდგინე რა სისწრაფით შეძლებდი ახალი უნარების შეძენას, ახალი ენების სწავლას და შენი პიროვნების განვითარებას. ნეიროპლასტიურობა შეუდარებელია. ჩვილის twinში ყოველ წამში მილიონზე მეტი ნეირონული კავშირი იქნება და ეს პროცესი გიჟურ მეტაბოლურ ხარჯს მოითხოვს. ჩვილის ენერგიის 60% პირდაპირ twinis განვითარებას მარდება. 3 წლის ასაკშიც კი თქვენი twini 2-ჯერ უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ზრდასრულის twini. როცა ამას ამ კუთხით უყურებ, საშუალო ჩვილი ან პატარა ბავშვი სანამ ანბანს ისწავლის, უკვე ხოხავს და ბუდბუდით სუპერკომპიუტერია. ცხადია, ყველა ბავშვობის მოგონებას არ კარგავ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვის twini სუსტი აპარატურაა. მაგრამ შენი ჩვილობის დროინდელი მეს, სრული წაშლა სისტემის ხაროეზი კი არა, მისი ფუნქცია. ჩვილის twins მოკლევადიანი მოგონებების დამახსოვრება არ უჭირს, მაგრამ როცა საქმე გრძელვადიან მოგონებებს ეხება, შენს twinში არსებულ მნიშვნელოვან ნაწილში, ჰიპოკამპში, სტრუქტურული ბარიერია ჩაშენებული. ეს შენი ლიმბური სისტემის პატარა ნაწილია, რომელიც მოგონებებს ასე ათვობს. არჩევს, რომელი მოკლევადიანი მოგონება გადაიყვანოს ღრმად, გრძელვადიან მოგონებად. როგორც ამ საკითხზე ავტორიტეტული კვლევა ამბობს, ჩვილობის პერიოდში ჰიპოკამპში ნეიროგენეზისის დონე მაღალია და ახლად შექმნილი მოგონებები სწრაფად ავიწყდებათ. ფაქტობრივად, ძველი მიდის და ახალი მოდის. და როცა ძველი წავა, ის სამუდამოდ ქრება. მაგრამ ეს ერთადერთი პროცესი არ არის, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს თქვენი ბავშვობის თავის განადგურებას. აღმოჩნდა, რომ თქვენი twinis ზრდა შეიძლება საბოლოო წერტილი იყოს ამ პროცესში. მესამე თავი, მყარი დისკის ფორმატირება.
Paul U. Franklinis და შენ A. Jaselanes 2014 წლის კვლევამ ნეიროგენეზის ბუნების შესახებ, ანუ ახალი ნერვული ქსოვლის შექმნის შესახებ, სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ანადგურებს ტვინი საკუთარ თავს ხელახლა დაბადებისთვისთვის. ამ პროცესის გაწმენდის მექანიზმს უწოდებენ. ეს არის გზა, რომ ტვინმა თავი დაიცვას უსარგებლო მონაცემებით გადატვირთვისგან, მაგალითად, იმ ანგარიშების პაროლებით, რომლებსაც აღარ იყენებთ, ძველი ლატარიის ნომრებით და იმით, რაც ზუსტად 3 წლის წინ საუზმეზე ჰქონდათ. ამ ყველაფრის ტვინში შენახვა ალბათ უფრო წელვადი გზნობოდა ვიდრე ზებუნებრივ ძალად. ის კონკრეტული გაწმენდის მექანიზმი, რომელიც ფრენკლინმა და ჯოსელინმა გამოავლინეს, მთლიანად უკავშირდება იმას, თუ როგორ წარმოიქმნება ახალი უჯრედები დენტატური გირუსის სუბგრანულარულ ზონაში. სწორედ იქ მრავლდებიან ისინი პირველად, სანამ მოგვიანებით ჰიპოკამპის ნერვულ წრეში ჩაერთვებიან. ეს ხდება მაშინ, როცა ახალ გამოცდილებებს იღებ და ამ პროცესში ახალ მოგონებებს ქმნი. წარმოიდგინე, რომ გაქვს ყუთი, სავსე პლასტმასის ბურთებით, დაახლოებით ისეთებით, როგორიც ბურთების აუზშია. შემდეგ გაძლებთ ახალ ბურთს და გეუბნებით, რომ გსურს ეს ბურთი ყუთის ფსკერზე ჩააგდო ისე, რომ სხვა ბურთები არ გაანძრიო. შეუძლებელია არა? ზუსტად ასე ერევიან დენტატური გირუსის სუბგრანულარულ ზონაში შექმნილი ახალი უჯრედები ჰიპოკამპის სტრუქტურაში. ვერ დაამატებ ახალს დახურულ სისტემაში ისე, რომ არსებულს საფუძვლიანად აღშეცვლი. კვლევის შედეგებს თუ დავციტირებთ, როდესაც ახალი უჯრედები ინტეგრირდებიან ჰიპოკამპში, ისინი აუცილებლობით გარდაქმნიან არსებულ ნეირონულ წრედებს. ეს გარდაქმნა შეიძლება დააზიანოს იმ წრედებში უკვე შენახული მოგონებები. ეს უბრალოდ დამატება კი არ არის, არამედ არევაა. რაც უფრო მეტ სწავლობ, მით ნაკლებს იცი. ზრდის პროცესი ამ აღმოჩენების ფონზე რომ შევხედოთ, თითქმის გავს კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების განახლებას, მაშინ როცა კომპიუტერი ჯერ კიდევ მუშაობს. ეს ძალადობრივი შეჭრაა, რომელიც არღვევს ჩამოყალიბებულ წესრიგს და ანგრევს უკვე არსებულ მენტალურ არქიტექტურას. ეს კვლევა გიჟური პარადიგმის ცვლილებაა უამრავი მიზეზის გამო. მაგალითად, როგორ ურთიერთქმედებენ ჩამოყალიბებული და ახალი მოგონებები. ასევე ჩანს, რომ ტვინის კონკრეტულ ნაწილებზე ზემოქმედებით შეიძლება ვიპოვოთ ახალი გზები, ისეთი მეხსიერების დამანგრეველი და აუდრეველი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ამნეზია ან დემენცია. ამასაც თან შემაშფოთებელი ტენდენცია გასდევს. ის შენ, რომელიც ჩვილად იყავი, თითქოს სრულიად განწირულია ბედის მიერ, რადგან ზრდასთან ერთად შენს სხეულსა და ტვინში მიმდინარე პროცესები ამას განაპირობებს. და ყველაზე გიჟური ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მხოლოდ ზედაპირს ვეხებით იმაზე, თუ რამდენი სხეულში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი ერთვება ამ შეთქმულებაში შენი საკუთარი გონების წინააღმდეგ. მეოთხე თავი, სინაპტიკური ჟლეტა. ადამიანის ტვინი უძრავი ქონებას გავს. სივრცე ყოველთვის მნიშვნელოვანია. შენი თავის ქალის ზომა ყოველთვის ზღუდავს ტვინის ფიზიკურ ზომას. ტვინის ფიზიკური ზომა თავის მხრივ ყოველთვის ზღუდავს მასში შესაძლებელი სინაპტური კავშირების რაოდენობას. როგორც უკვე ვთქვი, როცა ჩვილი ხარ, შენი ტვინი აბსოლუტური ღრუბელია შენს გარშემო არსებული ცხოვრებისეული ინფორმაციისთვის. ამ პერიოდში შენ შეიძენ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ენიდან დაწყებული იმით დამთავრებული, რომ უნდა იცოდე, არ უნდა შეეხო ცხელქურას. აუცილებლად, როგორც ადამიანი, რომელიც ინტერნეტში ყველა ფაილს აჭერს ჩამოტვირთვის მუზ, შენი ტვინიც შეიცავს უამრავ უსარგებლო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს უბრალოდ უსარგებლო, ან კი პირდაპირ საშიში. და სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი იწყებს პუბერტატს, მისი გონება და მოგონებები გადის ძალადობრივ წმენდას, რომელსაც სინაპტური პრუნინგი ეწოდება, რაც პრაქტიკაში ნიშნავს უამრავი მოგონების შეშლილ მასაკს. და თუ ამას უყურებ და ხარ 12-დან 30 წლამდე ასაკის, ეს შენთანაც ეხლა ხდება. შენ სწორედ იმ ლიმინალურ სივრცეში ხარ, სადაც მთავრდება ის, ვინც იყავი და იწყება ის, ვინც იქნები. და რომელი სინაფსები გაიწმინდება, ეს მთლიანად თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. წარმოიდგინე, ეს როგორც პრინციპი, გამოიყენე ან დაკარგე. სადაც იმ სინაპტური კავშირები, რომლებსაც ამ პერიოდში ყველაზე ხშირად იყენებ, იმ ადამიანებისა და ადგილების მოგონებები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ხედავ, უნარები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებ და ასე შემდეგ, გაძლიერდება. ის კავშირები, რომლებიც ნაკლებად გამოიყენება, დაქვეითდება და გაქრება. სინაპტური წმენდის პროცესისგან უამრავ სარგებელს მიიღებ. გაზრდილი კონცენტრაციიდან დაწყებული, უფრო მკაფიო მეხსიერებითა და უკეთესი სენსორული დამუშავებით დამთავრებული. მაგრამ შენი სხეულის წინა მაცხოვრებლისთვის ეს ფაქტობრივად არმაგედონის ასრულებაა. დაახლოებით 3 წლის ასაკში აღწევ შენი სინაფსების აბსოლუტურ პიკს და ამ დროიდან 10 წლამდე შენი ზედმეტი სინაფსების დაახლოებით 50% სრულიად ქრება. ეს გავს ქალაქს, რომელიც თავის გზებისა და ხიდების ნახევარს ანგრევს, რათა დანარჩენებზე გადატვირთულობა შეამციროს. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო, მაგრამ ტრაგიკული ის არის, რომ შენ არასდროს გაიგებ სინამდვილეში რა დაკარგე. მაგრამ თუნდაც შეძლო ნეიროლოგიური ბარიერის გადალახო და ყველაფერი გაიგო, ამ კარის უკან კიდევ ერთი ჩაკეტილი კარი გვხვდება. და ეს უკვე სუბთა ფსიქოლოგიურია. მეხუთე თავი, სარკე და მოჩვენება. როდის იწყებს საკუთარ თავზე ფიქრს, როგორც შენ? ეს იმ ტიპის კითხვას გავს, რომელსაც წვეულებაზე ხალხი ღამის 2 საათზე, ზედმეტი სასმელის შემდეგ ერთმანეთს უსვამს. მაგრამ სინამდვილეში ეს არის კითხვა, რომელზეც ფსიქოლოგები 10 წლეულებია სიღრმისეულად ფიქრობენ.
მათ ზოგას შექმნეს ბრწყინვალე ტესტი ამის გამოსაკვლევად, MSR, ანუ სარკეში საკუთარი თავის ამოცნობის ტესტი. 1970 წელს ფსიქოლოგს გორდონ გალაპუნცროს გაუჩნდა ბრწყინვალე იდეა, რომ ადამიანის ან სხვა ცხოველის თვით შეგნების დონე შეიძლება გაიზომოს მათი უნარით, სარკეში საკუთარი ანარეკლი საკუთარ თავად არიქვან და არა სხვა ცხოველად. ადამიანის ჩვილებისთვის ამ ტესტის კონკრეტული ვარიანტი ძირითადად ცნობილია როგორც რუჟის ტესტი, სადაც რუჟის მაკიაჟით ბავშვის კანზე ისეთ ადგილას, რომელსაც ვერ დაინახავს, ჩვეულებრივ შუბზე უსვამენ წერტილს. თუ ბავშვი სარკეში წითელ წერტილს დაინახავდა და მაშინვე საკუთარ შუბზე მიიტანდა ხელს და არა სარკეზე, ეს საკმაოდ ძლიერი ნიშანი იყო იმისა, რომ მას გარკვეული დონით თვით შეგნება ჰქონდა. მაგრამ აი საინტერესო ნაწილი. სიცოცხლის პირველ 12 თვეში, უმეტეს შემთხვევაში, ჩვილები თითქმის ყოველთვის ვერ აბარებდნენ სარკის ტესტს. ისინი სარკეში არ უყურებენ უცნაურ პატარა მელოდ, ნეწყვმდინარე არსებას და არ ფიქრობენ, რომ ეს მე ვარ, რადგან მათი მეს შეგრძნება ჯერ კიდევ რეალურად არ არის ჩამოყალიბებული. ადამიანებზე ჩატარებულ ადრეულ კვლევებში ისინი სარკეში საკუთარ ანარექს სოციალური თამაშის პარტნიორად არიყვნენ. მხოლოდ 20-დან 24 თვემდე ასაკში გაიზარდა ამოცნობა 65%-ზე მაღლა. ამიტომ მანამდე თითქმის ნახევარი ჩვილი სარკეში უბრალოდ უცნობებს ხედავდა. როგორ შეგიძლია შეინახო საკუთარი თავის მოგონებები, როცა არც კი იცი რა არის თვითონ ეს მე. ეს ჩვილებს აიძულებს, რომ მოგონებების კონტექსტუალიზაციისთვის სხვა გზა იპოვონ. მაგრამ ჩვენი მთავარი გზა ამის გასაკეთებლად წინასწარ კოდირებული არც ხდება. მეექვსე თავი, ენის ბლოკი. ადამიანთა ინსტრუმენტების მრავალფეროვან ნაკრებში, რამაც დედამიწაზე ჩვენი დომინანტობა უზრუნველყო, ერთ-ერთი მთავარი ჩვენი უნარია ვილაპარაკოთ და ვწეროთ ენაზე. ჩვენი ლექსიკა ბევრ შემთხვევაში ჩვენი წარმოსახვის საზღვრების გავლების საშუალებაა. მაშ, რას ნიშნავს ეს twinისთვის მანამდე სანამ ენას განვავითარებთ? თუ გრძნობა და შეგრძნება მეხსიერების წებოვანი ორგანოებია, მაშინ ენა ის ჩონჩხია, რომელიც ყველაფერს ერთად აერთიანებს. ენამდე ეს ეგრეთ წოდებულ ენისწინა, ანუ სომატური მეხსიერება კოდირდება მხოლოდ სუფთა შეგრძნებებში. მაგრამ როცა ბავშვები ენის უნარებს იძენენ ცხოვრების პირველ 2-3 წელიწადში, მათი მეხსიერების კოდირების გზა რადიკალურად იცვლება და ენა ხდება გონებრივი შენახვის იზონ საშუალება. და როცა ეს საშუალება იცლება, შეტყობინება იკარგება. 2002 წლის კვლევაში გაბრიელ სიმკოკმა და ჰარლინ ჰეინმა სცადეს გაერკვიათ, აძლევდა თუ არა ბავშვებს ახალი ლექსიკის ათვისება, შესაძლებლობას აგეწერათ ენობრივად ის მოგონებები, რომლებიც მათ ენის დაუფლებამდე ჰქონდათ. მათი ტესტის შედეგები დღესაც საოცრად შოკის მონგრელია. ტესტის ჩატარების დროისთვის ყველა ასაკის ბავშვებს უკვე ჰქონდათ ათვისებული იმ მოვლენის აღტევისთვის საჭირო ლექსიკის უმეტესი ნაწილი. ამის მიუხედავად, ტესტის დროს მათ ვერ გადმოსცეს სიტყვებით ენის დაუფლებამდე არსებული მოგონებების ასპექტები. არც ერთ შემთხვევაში ბავშვმა სიტყვიერად არ გადმოსცა ისეთი ინფორმაცია ამ მოვლენაზე, რომელიც კოდირების დროს მისი აქტიური ლექსიკის ნაწილი არ იყო. ვასკვნით, რომ ენის განვითარებას გადამწყვეტი როლი აქვს ბავშვობის ამნეზიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი შეძლებ თქვა, ნახონდის პატარავ, ზუსტად ეს უნდა უთხრა ყველა იმ მოგონებას, რაც მანამდე გაქვს. მაგრამ როცა ესეთ უცნაურ და შემაშფოთებელ ინფორმაციას იგებ, შეიძლება გამონაკლისების ძებნა დაიწყო. მაგალითად, რა ხდება იმ ადამიანების მოგონებებთან, ვისაც თითქმის ყველაფერი ახსოვს. მეშვიდე თავი, H-Sam-ის პარადოქსი. ზოგჯერ მეხსიერება შეიძლება წყევლა იყოს. წარმოიდგინე შენი ცხოვრების ყველაზე უხერხული მომენტი. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ეს მომენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში აბსოლუტურად მკაფიოდ და ცხადად გაიხსენო. ესეცია იმ ადამიანების სირთულე, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებულად ძლიერი ავტობიოგრაფიული მეხსიერება, ანუ H-Sam. ეს ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანს შეუძლია უშეცდომოდ გაიხსენოს ყველაფერი, რაც მას პირადად გადახდა. ეს მდგომარეობა უკიდურესად იშვიათია და მხოლოდ დაახლოებით 60 ადამიანს დაუშვეს დიაგნოზი. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ამჟამად საუკეთესო არაუდია, რომ ეს მდგომარეობა ადამიანებზე მოქმედებს, იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო დიდი საფეთქლის წილი მეხსიერების დამუშავებისთვის და უფრო დიდი კუდის ბირთვი, რომელიც სწავლაში მონაწილეობს. და ასეთი მდგომარეობის არსებობა საინტერესო კითხვას აჩენს. თუნდაც იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც თითქოს და იდეალური მეხსიერება აქვთ, რატომ შეუძლიათ მათგან ბევრს მაინც ბავშვობის ადრეული წლები გაიხსენონ? უმეტეს შემთხვევაში ეს ჰიპერრეალისტური მოგონებები გვიან ბავშვობაში იწყება. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი როცა ჰიპერმეხსიერების უნარი გაქვს, მაინც ვერ გაექცევი ბავშვობის ამნეზიის, ეგრეთ წოდებულ ჩვილობის მეხსიერების გილიოტინას. ეს უბრალოდ ცხოვრების ბუნებრივი და გარდაუვალი ნაწილია. მაგრამ შეუძლებლად გვეჩვენება ეს აბსოლუტურად მივიღოთ, თუ კიდევ ერთ კითხვას არ დავსვამთ. რა ევოლუციური სარგებელი აქვს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ადრეული წლები ნაგავში ვყრით? მერვე თავი, სტაბილურობისა და პლასტიურობის დილემა. ცხადია, twin-ი როგორც ორგანო ყოველთვის იცვლება, ვითარდება, ერგება იმ ცხოვრების პერიოდს, რომელსაც ემსახურება. და როგორც შემი ცხოვრება წინ მიიწევს, უბრალოდ რომ ვთქვათ, სხვა ტიპის twin-ი გჭირდება. შენი ცხოვრების ყველაზე ადრეულ წლებში არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნეიროპლასტიურობა. შენი გონება რბილი, სველი, თიხის გუნდას ჰგავს და ყოველდღე მიღებული ინფორმაცია იწყებს მის ფორმირებას.
როდესაც იზრდები, უკეთ გესმის შენი ცხოვრების გზა და შენი გამოცდილება ამ თიხას კონკრეტულ ფორმას აძლევს. თქვაც მაგალითად, რომ შენი ტვინის თიხის გუნდა ჭიქის ფორმას იღებს. მაგრამ თუნდაც ჭიქის ფორმა გქონდეს, სველ თიხაში ცხელი ყავა არ უნდა ჩაასხა. აბა რას აკეთებ? ამ ჭიქას ღუმელში ათავსებ და აცხობ, რომ ფორმა მიიღოს. ამ მომენტში ჭიქა კარგავს პლასტიკურობას, ყველაფრის ფორმის მიღების უნარს და მის ნაცვლად სტაბილურობას იძენს. ეხლა ის მხოლოდ ერთი რამაა, მაგრამ ამ ერთ რამეთ ყოფნა ბევრად უკეთ გამოსდის, ვიდრე ადრე გამოსდიოდა. ზუსტად იგივე პროცესი ხდება შენს ტვინშიც. ის კარგავს შესაძლებლობას იარსებოს პოტენციალის სამყაროში. მაგრამ სანაცვლოდ ხდება რაღაც კონკრეტული, რაც ძალიან ფასეულია სოციალური არსებების გლობალურ საზოგადოებაში. როცა სიარულიც და ლაპარაკიც საფუძვლიანად ისწავლე, შენს ტვინს უწევს სიარულისა და ლაპარაკის სახანძღვანელოების გადაგდება, რომ ადგილი დაუთმოს არსებობის უფრო რთულ მოთხოვნებს. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წაშლილია, არ ნიშნავს, რომ შენს ზრდასრულ გონებაში მისლოვან სამყაროში არ რჩება რაიმე კვალი. თავი მეცხრე, მოჩვენება მანქანაში. ტვინში ერთდროულად მიმდინარე მრავალ პროცესთაგან მხოლოდ რამდენიმეა რეალურად შეგნებული. უმეტესობა მუშაობს ერთგვარ ფონის რეჟიმში, მათ შორის ისინიც კი, რომლებიც ფიზიკური რეფლექსები კი არ არის, არამედ სწავლით შეძენილი უნარებია, როგორიცაა სიარული და ლაპარაკი. ესენი პროცედურული მეხსიერებებია და ისინი იმპლიციტური მეხსიერებების უფრო დიდი ქვეკატეგორიის ნაწილია. ეს არის თქვენი ტვინის წინა მფლობელის ცოცხალი მემკვიდრეობა. ქმედებები და რეაქციები, რომლებიც თქვენს ღრმა წარსულშია ფესვგადმული. ის რაღაცები, რასაც აკეთებთ ისე, რომ ნამდვილად არ გესმით რატო. თქვენ უსაფუძვლოდ ძაღლებთან ყოფნისას ნერვიულობთ, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ როცა 1 წლის იყავით, გერმანულმა ნაგაზმა სახეში გიღებათ. თქვენ გაიზარდეთ და ბუნდოვნად დადებითი გზნობები გქონდათ დედის მიმართ, სანამ რეალურად გაიცნობდით მას, იმ მის გამო, რომელიც შექმენით მანამდე, სანამ თავად გახდებოდით საკუთარი თავით. ბოლი ჯერ კიდევ არის, მაგრამ ცეცხლი დიდი ხამია ჩაქრა. ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის იკითხოთ, სად წავიდა ეს ყველაფერი. თავიანთი ახალი მაცხოვრებელი. ეს ყველაფერი საბოლოოდ ამტკიცებს იმ შემაშფოთებელ სიმართლეს, რომელსაც ვიდეოს დასაწყისში ვანიშნებდით. თქვენ, ანუ ის მასა, მუდმივად ცვალებადი მოგონებებისა და აინთებული სინაფსების, რომელიც კოლექტიურად წვეც, რომ ეს თქვენ ხართ, ყოველთვის, გარკვეულწილად, თქვენი ხავით. უბრალოდ უნდა მოაკვოთ თქვენს ასაკს რამდენიმე წელი, რომ ნამდვილად მიიღოთ ზუსტი სურათი. პირველი მცხოვრები იმ გასაკეთებელი სახლისა, რომელსაც თქვენ სხეულს ეძახით, ის ვინც სიარული ისწავლა, ვინც სხეულის პირველი სიტყვები თქვა, ვინც პირველი მზის ამოსვლა და ჩასვლა ნახა, ახლა მხოლოდ მონაცემთა აჩრდილია. ის მკთალი შთაბეჭდილება, რომელიც გონების უკანა ნაწილში ჩნდება, როცა ძველ ფოტოებს უყურებთ, ან მშობლები თქვენი ბავშვობის სასაცილო ისტორიებს გიყვებიან. მათ ყველაფერი მოგწეს და შენ ისინი ყველა მოკალი, მხოლოდ შენი არსებობით. ასე რომ, შემდეგ ჯერზე როცა სარკეში შენს ანარეკლს შეხედავ, ერთი წუთით დაფიქრდი, რომ ეს ანარეკლი არასდროს ყოფილა მხოლოდ შენი. შეიძლება ჩურჩულით მადლობა გადაუხადო იმ ადამიანს, ვინც შენთვის ეს ანარეკლი გაათბო პირველ წლებში. იქნებ თუ რამე არსებობს ამის შემდეგ, ოდესმე შეხვდემას. გინდა მეტი გაიგო ადამიანის მეხსიერების შეხსიერების შემაწრწუნებელ სიფაქიზეზე. მაშინ ნახე ადამიანი, რომელიც ფესვის არხის სამკურნალოდ წავიდა და სამუდამოდ დაკარგა მეხსიერება. ანუ ყურე ამას.